ახლა კი გეპატიჟებით ჩემს რუბრიკაში, სადაც ყველაზე ძლიერი ქართველი ქალების ამბავს გიყვებით. დღეს განსაკუთრებული ადამიანს გავიხსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მუსიკოს, მომღერალს, მწერალს, ფოტოხელოვანსა და მხატვარს მანანა მენაბდეს დაემშვიდობა. ის 76 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მანანა მენაბდე 1948 წელს ქართული ქალაქური რომანსის ფუძემდებლების დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. მან მემკვიდრეობით ქართული სიმღერის საუკეთესო ტრადიციები მიიღო, თუმცა ბებიებისთვის მიბაძვა არასდროს უფიქრია. მენაბდეს ყველასგან გამოარჩევდით შესრულების განსაკუთრებული მანერითა და სტილით. ყოველთვის თანამედროვე იყო, თუმცა მის ხმაში ისმოდა ძველი საქართველოს სუნთქვა. ისევ შენ და ისევ შენ. სტვენს ბულბული. პატარა ბიჭი დამეკარგა. თეთრი ვარდები, მის მიერ შესრულებული სიმღერები მრავალი თაობისთვის გახდა ძვირფასი და საყვარელი. ბევრმა არ იცის, რომ ის მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც 1952 წელს ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა ცნობა თუ როგორ ასრულებდა პატარა გოგონა ბებიების მთელ რეპერტუარს. მე-9 კლასის მოსწავლე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში მიიწვიეს. 16 წლის ასაკში გახდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის რეროს წევრი. მოგვიანებით კი სოლისტი 1970-80-იანი წლებში მანანა მენაბდე ახალგაზრდობის ნამდვილი კერპი გახდა. ჰქონდა რადიკალურად გამორჩეული ჩაცმის სტილი, თბილი ხმა და შესრულების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული მანერა. მის ნიჭს უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა. ანსამბლის შემადგენლობაში მანანამ გასტროლებით მოიარა რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, იტალია, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, სლოვაკეთი და სხვა. პროფესიად მანანა მენაბდე რეჟისურა აირჩია. სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც მისი პედაგოგი გენიალური მიხეილ თუმანიშვილი იყო. სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში, ესტრადის რეჟისორის სპეციალობით. გარკვეული პერიოდი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური და საესტრადო გადაცემების რეჟისორადაც. მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოები პირველად რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმში დღეს ღამეუთენები აჟღერდა. ნამუშევარი 1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მონაწილეობდა. კინოსურათში მენაბდე მოხეტიალე მუსიკოსების გუნდთან ერთად თავად ასრულებდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების მთავარი კონცეფცია, ქართული ხალხური მუსიკალური საწყისების თანამედროვე მუსიკალური ენის საშუალებით გადმოცემა. 1993 წელს რადიო BBC და რადიო თავისუფლება რეგულარულად ამზადებდა გადაცემებს მანანა მენაბდის შესახებ. 1996 წელს მომღერალმა მთავარი როლი შეასრულა მუსიკალურ საგმირო ეპოსში, საუბარია ნანახატის კაცის ფილმზე არსენას ლექსი, სადაც ის არსენას დედის როლს ასახიერებს და მღერის. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ კინოსურათის კასტინგის რეჟისორი სერგო ფარაჯანოვიც ესწრებოდა. მანანას სინჯების ნახვის შემდეგ მან რეჟისორს ურჩია დედის როლზე აუცილებლად მანანა მენაბდე უნდა აიყვანოთ, რადგან ის მარადიული დედაო. მენაბდემ ფილმში დედის არქეტიპული სახე შექმნა, ამ როლით ის განსაკუთრებულად ამაყობდა. 1991 წელს ნანახატის კაცი ისევ იღებს მანანას მხატვრულ ფილმში სიბრძნე სიცრუისა. სულხან საბაორბელიანის იგავების მიხედვით. 1991 წლიდან მანანა მენაბდე ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 14 წელი იცხოვრა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო შემოქმედმა ლიტერატურული საქმიანობა. მანანა მენაბდის იგავების ციკლი და დრო გადიოდა, ორი კულტურის გადაკვეთაზე თბილისსა და ბერლინში იწერებოდა და ერთიან ციკლს ქმნის. იგავებში იუმორით გაჯერებული ლაკონურობით და ხატოვანებით ადამიანის მარადილ პრობლემებზე მსჯელობას ვხვდებით. ბერლინში ცხოვრებისას აქტიურად გამოდიოდა მაყურებლის წინაშე მომღერალი ჟურნალისტების სახლსა და ასევე ჯაზ კლუბებში. 2005 წლიდან იყო ფომენკოს თეატრ სტუდიის მსახიობიც, მუსიკალური პოეზიის თეატრში წელიწადში 3 კონცერტსაც მართავდა. თამაშობდა ოსტროვსკის უმზითვოში სპექტაკლის მუსიკაც მან თავად დაწერა. თავად მანანა მენაბდე კი აღნიშნავდა: ჩემი გმირი სპექტაკლის ნაწილია.
ისე უნდა მოახერხო სიმღერა, რომ ტარში არ დაგიკრან. თუ დაგიკრეს, ესე იგი სპექტაკლიდან ამოვარდი. მანანა მენაბდემ საკუთარი თავის შემოქმედების არაერთ სფეროში გამოსცადა. გარდა მუსიკისა წერდა პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებს, ასევე ხატავდა. მისთვის როგორც ავტორისთვის ხელოვნებაში ცხოვრება და სხვადასხვა ჟანრში ამბის მოყოლა ხელახლა დაბადების შესაძლებლობა იყო. ახლაც, როცა მანანა მენაბდე ჩვენს გვერდით, აღარ არის ყოველთვის, როცა მის საოცარ სიმღერებს მოვისმენთ, მის მიერ გადაღებულ ფოტოებს დავათვალიერებთ და საოცარ იგავარაკებს გადავხედავთ, ის ხელახლა დაიბადება, რაც მის მარადეულ სიცოცხლეზე მიგვანიშნებს და ის ხმა, რომელიც ახლა გესმით, არის ხმა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იქნება ნამდვილად შეუსრულებელი, რადგან როგორც ხელწერა, ასევე ხმის ტემპრი ქონდა განსაკუთრებული. და ხედვა, რა თქმა უნდა, ყველაფრის შემოქმედებაში. არავის ხმაში არ აგერევა, მანანა მენაბდის ხმა არავის არ აგერევა, მისი ინდივიდუალიზმი, რომლითაც გამორჩეული იყო და იყო გამორჩეული ადამიანი, ცხოვრებაშიც იყო სხვანაირი არ გავდა. არავის თავმდაბალი საოცრად თავმდაბალი, საოცრად საინტერესო. იმიტომ რომ უყურებდი თვალებში, ვერ ხვდებოდი საუბარ საიტს აიყვანდა. ძალიან ღრმა, საინტერესო და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში მომიწია. მასთან გარკვეული ყვეთა მქონდა და მადლობა მანანას იმისთვის, რომ რაც გააკეთა ჩვენთვის, იმისთვის, რომ შეგვაყვარა თავი და იმისთვის, რომ ესეთი გამორჩეული, აი ამ დიდი პალიტრის გამორჩეული ფერი იყო ყოველთვის ჩვენს კულტურაში.